გამარჯობა ჩემებო. დღეს ჯგუფი გავუშვიდა, ცოტა ხნით დავრჩი იმისთვის, რომ მინდა ჩავწერო სამკუთხედის პოზა. ეხლა წავალ ჩემს ხალიჩაზე, დავდგები და დავდებ კამერას ისე, რომ კარგად დაგანახოთ და იქნებ ამ ვიდეოს საშუალებით ცოტათი დაგეხმაროთ, რომ სწორად შეასრულოთ თქვენი შესაძლებლობების მიხედვით და მე უფრო ადვილად აყრეთ ჯგუფს, რომ თვითონ პროცესი იყოს, რაც შეიძლება ჩუმი, რაც შეიძლება სასიამოვნო და მართლაც რომ აი ჰარმონიულობაში მოხვიდეთ სუნთქვასთან და სხეულის მოძრაობასთან ერთად. ეს არხი ბევრმა კი იცით, მაქვს მოსწავლეებისთვის შექმნილი, ასე ვთქვათ, რადგანაც არ ვიცოდი ხოლმე სატვირთული და დამუშავებული ვიდეოები, რადგანაც ზოგი ძალიან დიდი ხანგრძლივობის იყო, ვერსად ვერ ვაგზავნდი, ვერსად ვერ ვატევდი. ამიტომ აი YouTube-ის არხზე მშვენიერი საშუალება არის, რომ ავტვირთო ხოლმე და თან ძალიან მადგება, როდესაც ახალი მოდის და თუ კი ვინმეს აინტერესებს, როგორ შეასრულოს ესა თუ ის ასანა სწორად, ან მზის მისალმება, რომლებიც მაქვს უკვე არხზე. ლინკებს ვუგდებ ხოლმე და ჩემთვისაც უფრო მარტივია სამაგიეროდ ჯგუფში რომ მოდის ადამიანი უკვე თუ ნაყურები აქვს ვიდეოს, უფრო ადვილად ყვება ხოლმე სხვა დანარჩენებს. მოდით ახლა გავიაროთ სამკუთხედი. ნებისმიერ ასანას ყოველთვის ვიწყებთ ხალიჩის საწყისიდან. არ არის აუცილებელი ესე ძალიან წვერთან მისვლა პირიქით. რაღაც დაშორებით, აი ასე. ფეხები ერთად დევს, ფეხის თითები ერთმანეთს ედება, კოჭები, ქუსლები ერთმანეთს არ ედება, ანუ მჭიდროდ არ გვაქვს ძალიან თლიანად ტერფი ან ფეხი დადებული. აი ფეხის თითები მიადეთ უბრალოდ თავისუფლად იყავით, არ დაიძაბოთ ძალიან. მარჯვენა ფეხით საშუალო ზომის ნაბიჯი უნდა გადავდგათ მარჯვნივ და ტერფები დავდგათ პარალელურად. აი ამ პოზიციაში. დააკვირდით, რომ ქუსლი და ცერი იყოს ერთ ხაზზე და არა აი ასე განზე გაწეული. როდესაც ასანაში შევდივართ პოზაში და თავიდანვე სწორ ნაბიჯს გავაკეთებთ, აქედან უკვე აღარაფერი გასასწორებელი აღარ რჩება, მხოლოდ ცერი უნდა გავატრიალოთ მარჯვნივ. ფეხის თითები, აი ქუსლზე გვაქვს ნახე საყრდენი, გავატრიალეთ, შევისუნთქეთ და ოდნავ შეგიძლიათ აი ესე გვერდზე წახვიდეთ ამოსუნთქვასთან ერთად და ჩავეშვით. ეხლა აქ რა ხდება? ხელები უნდა იყოს ერთმანეთის პარალელურად. შეგიძლიათ საერთოდ არაფერს არ ჩაჭიდოთ და ესე გაშლილი ხელის გული ამოტრიალებული აი ჰაერისკენ ისე გააჩეროთ, თითქმის თითები მიდის ქუსლთან, რომ ხელები პარალელურად შეინარჩუნოთ. არის კიდე ვარიანტი, მაგალითად, თუ ესე გაჩერება გიჭირთ, აი ესე ტერფს, სადღაც კოჭს კარგად დაეყრდნოთ. ასევე შეგიძლიათ ფეხის ცერა თითებს გამოდოთ ხელი, უბრალოდ ფეხის ცერა თითს რო შუა და საჩვენებელს თითს გამოდებთ, უბრალოდ ცოტა უფრო მეტად იგრძნობთ ჩასვლას. ოღონდ არაწვალოთ რა თავი, როგორც გამოგივათ. კარგი ვარიანტია ესეც დაყრდნობა, ან ესე ვთქვათ, ტერფის ზურგზე დაყრდნობა, მთავარია შეინარჩუნოთ პარალელური ხელები. და მთავარია არ გამოხვიდეთ გულმკერდით წინ. არ უნდა მოხაროთ მუხლი და არ უნდა გადაგივარდეთ ხელი უკან. ეს ნიშნავს, რომ არ ხართ ფოკუსირებული და არ აქცევთ ყურადღებას პატარა დეტალებს. ზემოთ რო აიხედებით, უნდა უყუროთ, აი მარცხენა ხელის ცერა თითს, ასე ვთქვათ. ნახე ფოკუსი დაიჭირეთ ცერა თითზე. ხელები გაშალეთ, ხელის თითები ერთად, აი ასე არ ქნათ, ასე და ეცადეთ, რომ მაჯაც ასე არ ჩატეხოთ. აი სწორად. რაც მთავარია, მუხლი ესე არ გვაქვს, უნდა გავჭიმოთ. და როგორც წეღან თქვით, გავსწორდით. ამოვისუნთქეთ, ტერფებს ისე ერთმანეთის პარალელურად ვაბრუნებთ და მერე უნდა შემოუბრუნდეთ მეორე მხარეს. შევისუნთქეთ და დავიხარით. ხუთი შესუნთქვა ამოსუნთქვა ჩერდებით და შეგიძლიათ აქ თვალით კი დახუჭოთ ხოლმე. ოღონდ აი ძალიან თუ არ წაგაბარბაცებთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ბალანსის გამოწვევა არის ეს. თქვენ როგორც გესიამოვნებათ, შეგიძლიათ ეგრე გააკეთოთ. და აქედან ახლა ისე ვბრუნდებით და მივდივართ საწყისში. ეხლა მთავარი რა არის? აქედან ნაბიჯს რო გავდგავთ. აი თქვენი ქუსლის ხაზები ერთმანეთს უნდა იმთხვეოდეს. ახლა ჩემს ხალიჩას მაგალითად აქვს ხაზი და ჩემთვის განსაკუთრებით უფრო მარტივია, რომ ზუსტად სწორად გავთვალოთ ჩემი ფეხის დისტანციაც, სწორი ხაზიც ქუსლებს შორის
ამიტომ ეს არის გასათვალისწინებელი. იქეთ-აქეთ არ უნდა გედოთ, თორემ მე დახრა უკვე არასწორად მიდის, მე ცოტა წელი უფრო დაგეტვირთებათ და საერთო ჯამში მოკლედ არასწორი ჩვევისკენ მივდივართ. ეხლა თუ კი ეს ვარიანტი უჭირს, იმიტომ ვახსენე წეღან დამხმარე საშუალება, ეს არის ბლოკი. იგივენაირად შეგიძლიათ დავიწყოთ, გადმოვდივართ. შეგიძლიათ თავიდანვე ბლოკის სიტყვაზე ხელში დაიჭიროთ. ამიანაც წახვიდეთ, იმიტომ რომ ეს ბლოკი თან მithumetes აი ესე სიგრძეზე თქვენი ხელის დამაგრძელებელია. მარჯვენა ფეხის ცერი მარჯვნივ გავატრიალეთ და ნახეთ, რომ ჩახვალთ, აი ეს ბლოკი დაუდეთ, აი ესე ქუსლს. აი ასე. დაეყრდენით, ესე არა. აი ასე. და გავიშალეთ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ კი სრული ვარიანტი გიჭირთ. თუ მაგალითად ეს თქვენთვის ძალიან მაღალია, აი ესე სიმაღლეზე დადებული, რა პრობლემაა? ჩავაბრუნეთ. ისევ ნახე, ახლოს გიდევთ ტერფთან და დავეყრდენით. ნახეთ, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ დამხმარე საშუალებები. ბლოკი, ქამა, ეს არ ტეხავს, ამების გამოყენება არ ტეხავს. პირიქით ძალიან კარგად დაგეხმარებათ ნებისმიერი ასანაში, რომ სწორი გზით წახვიდეთ და შედეგს უფრო სწორად მიაღწიოთ და არა იჩქაროთ და რაღაც დაღრეცილი და მოღრეცილი ხერხემლით, ხრებით და დატვირთული წელით რაღაცას მიაღწიოთ. რაში გვჭირდება ეს? ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე იმასაც, რომ პატარა ასაკის ხო არ ვართ, ისედაც იოგას სხვათა შორის 30 წელს მერე იწყებენ ხოლმე, დაინტერესდებიან ხოლმე ადამიანები. ამიტომ ჩვენი ძვლები არის ძალიან ჩამოყალიბებული. და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კი არ დავსტრესოთ და დავტანჯოთ. მივყვეთ, აი პროცესს მიყევით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სწორად მიყვეთ. რა ეს მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით. სულ ეს იყო მოკლედ, ეს როგორც გითხარით, ჩემი მოსწავლეებისთვის არის ეს არხი, ძირითადად თუ კი ვინმე უყურებს, მადლობელი დავრჩები, თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ისე კი იმისთვის მაქვს, რომ აი ჩემს ენას თან ჩემი მოსწავლეები უფრო მიჩვეულები არიან და ვცდილობ ხოლმე ყველანაირად მარტივი ენით ავხსნა. იმედია დაგეხმარებათ. თუ რაიმე, რომელიმე პოზა გაინტერესებთ, მომწერეთ პირადში და შევეცდები ის ესე ავხსნა, დავამუშაო და ასე ავტვირთოთ, რომ იქნებ უფრო უკეთესად წარმართოთ მერე თქვენი პროცესი. მადლობა. დროებით.